დიდი მადლობა. პრინციპში ყველაფერი ითქვა ძალიან დეტალურად და გაიშალა ამ დისკუსიაში. მე მგონი ის, რაზეც ჩვენ აქ ვისაუბრეთ ამ აუდიტორიაში ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის ნათელია, რომ ეს რეფორმა, რომელიც რეფორმის სახელით ხორციელდება ფაქტობრივად არა მხოლოდ უნივერსიტეტის გამოშიგნის პროცესი, მე ასე დავინახე უკვე აი ამ დისკუსიის შედეგად, არამედ სახელმწიფოებრიობის გამოშიგნის პროცესის მომსწრენი ვართ ჩვენ. ამიტომ მე ვთვლი რომ და მივიჩნევ ამ შემთხვევაში რომ ის რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, სცდება აკადემიურ ეფექტებს, ანუ ამ რეფორმის, ეგრეთ წოდებული რეფორმის შედეგები არ არის მხოლოდ აკადემიური, არ ეხება მხოლოდ განათლების სისტემას, არამედ ის მოიცავს საზოგადოებრივი სფეროების დიდ ფართო სპექტრს. ეს არის ეკონომიკა, ეს არის დემოგრაფია, ეს არის ურბანული განვითარება, ეს არის სოციალური საკითხები, მაგალითად განათლებაზე ხელმისაწვდომობა. ყველა ამ მიმართულებაში, ანუ ფაქტობრივად იმიტომაც ვფიქრობ, რომ ეს რეფორმა არის არა უბრალოდ რეფორმა განათლების სისტემის გამოშიგნის, არამედ რეფორმა სახელმწიფოებრიობის გამოშიგნის და ჩამოშლის, იმიტომ რომ ის მოიცავს ყველა აი ამ სფეროს, რაზეც მე ახლა ვისაუბრე. ეს არ ახალია და რაზეც უბრალოდ ჩემო კოლეგებმა ისაუბრეს არაჩვეულებრივად და მე არ ვაპირებ ახლა ამ პრობლემების გაშლას აქ, იმიტომ რომ რეგიონული უნივერსიტეტებიდან, კერძო უნივერსიტეტებიდან, სახელმწიფო უნივერსიტეტებიდან ჩვენ დავინახეთ, რამდენი წახნაგი აქვს ამ რეფორმას, რომელიც საბოლოო ჯამში საზოგადოების ფართო წრეებს, სივრცულ განვითარებას, უთანასწორობას აწარმოებს და შექმნის, ხო? რისი თქმაც მინდა არის ის, რომ ჩვენ ამ სახელმწიფოებრივ გამოშიგნის პროცესს ვუყურებთ არა ეხლა და არ დაწყებულა ეს 2 და 3 წლის წინ, მე უფრო დრამატულადაც და უფრო შეიძლება პოლიტიკურადაც მინდა ეს საუბარი წავიყვანო, არამედ ეს პროცესი დაწყებულია დიდი ხანია, წლების წინ დაწყებულია, სხვადასხვა ფორმით მიმდინარეობს ესა, სახელმწიფოებრიობის გამოშიგნის და ჩამოშლის პროცესს გულისხმობ და ხანდახან ეს ჩვენთვის შეუმჩნეველი იყო, ხანდახან ამას დავინახავდით და გამოვეხმაურებოდით ხოლმე, მაგრამ ბოლო რამდენიმე წელია, ბოლო 3-4 წელია, ჩვენ უფრო მკაფიოდ, უფრო მძაფრად აღვიქვამთ სინამდვილეში რა არის ამის უკან. და მე ვეთანხმები ქალბატონს, რომ გეგმა არ არის რაიმეს რეფორმა, არამედ გეგმა არის ქაოსის შექმნა, რომლის შედეგადაც შესაძლებელი გახდება კონტროლის დამყარება, იზოლაცია ამ ქვეყნის და ავტორიტარული რეჟიმის კონსოლიდაცია. ეხლა, როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, ამიტომ გეგმა არის პოლიტიკური და არა უბრალოდ აკადემიური და საგანმანათლებლო, ხო? შესაბამისად უნდა დავსვათ საკითხი, როგორ უნდა გავცეთ ამას პასუხი. და ჩემი აზრით, პასუხის გაცემა მხოლოდ საგანმანათლებლო სფეროდან, ანუ აკადემიური პასუხი, მხოლოდ იურიდიული პასუხი მაგალითად, ხომ, გავასაჩივროთ ან კონსტიტუციასთან მიმართებაში განვიხილოთ, ვერ ექნება სამწუხაროდ ამოწურულია ეს რესურსი, მათ ეს არ აინტერესებთ, ჩვენ რაც არ უნდა რაციონალური არგუმენტებით, კვლევაზე დაფუძნებული არგუმენტებით და გამოცდილებაზე დაფუძნებული არგუმენტებით ვედებატოთ, ვეკამათოთ აი ამ შემოქმედებს, ამ ეგრეთ წოდებული რეფორმის, ჩვენ აბსოლუტურად არანაირ შედეგს პრინციპში დროს დავხარჯავთ და მათი მიზანიც ეს არის, რომ ჩვენ დავხარჯოთ დრო მათთან დისკუსიაში, მათი დაპატიჟებით და ასე შემდეგ. ჩემი აზრით მოქმედების დროა, მოქმედება უნდა იყოს რამდენიმე მიმართულებით, თუმცა რა თქმა უნდა, ეს არ არის რაღაცა ქვაში ამოჭრილი რაღაც გეგმა, რომელზეც ვფიქრობდი და რომელიც მინდა გაგიზიაროთ და რომელზეც უკვე ხვალიდან სამუშაო ჯგუფები უნდა შედგეს ჩემი აზრით და დავიწყოთ იმაზე ფიქრი, როგორ შეიძლება ამ გეგმის განხორციელება. პირველი ჩემი აზრით, აი რაზეც არაერთხელ ითქვა უკვე და გახმაურდა ეს საკითხი, ჩვენ ვიცით რომ საზოგადოება, რომელიც აქ ვართ შეკრებილები და გვისმენენ და ჩვენი თანამოაზრეები, ერთ აზრზე ვართ და ვაცნობიერებთ, ხო, ამ პრობლემებს, მაგრამ
უამრავი ადამიანი დაწყებული აბიტურიენტებიდან დამთავრებული ლექტორ-მასწავლებლებით რეგიონებში და არა მხოლოდ რეგიონებში ფაქტობრივად ბოლომდე მაინც ვერ აცნობიერებს, ვინც აცნობიერებს შესაძლოა რაღაც ადაპტაციის ან ის პროცესს გადის, მაგრამ ვერ აცნობიერებს სინამდვილეში რა ეფექტები, არა საგანმანათლებლო ლექტორ-მასწავლებლების, არამედ რა სოციალურ-ეკონომიკური და ურბანული ეფექტები შეიძლება გქონდეს ცენტრისა და რეგიონის, პერიფერიისა და ცენტრის ურთიერთობასთან დაკავშირებით, რაზეც მე ახლა არ მინდა გავაგრძელო ურთიერთობა. ამიტომ, ჩემი აზრით, უნდა შედგეს სამუშაო ჯგუფები, უნივერსიტეტებმა უნდა ითანამშრომლონ ერთმანეთთან, ამ ჯგუფების კოორდინაცია უნდა მოხდეს რამენაირად, გასვლა უნდა მოხდეს რეგიონის უნივერსიტეტებში, შეხვედრები უნდა მოეწყოს სხვადასხვა სკოლებთანაც კი შეიძლება მოხდეს ერთგვარად რაღაცნაირად კონცენტრაცია სამუშაო ჯგუფების და დარიგება საინფორმაციო პამფლეტების, გაზეთების საუბარი. ანუ მე იმის თქმა მინდა, რომ სოციალური სივრცე ძალიან კარგია, ტელევიზია კარგია, აუცილებელია აქ მივიღოთ მონაწილეობა, გავაგონოთ ჩვენი ხმა, მაგრამ აუცილებელია პირდაპირი კავშირი, ფიზიკური ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებიც აი ამ სოციალურ ძალიან ესეთ მღვრიე სივრცეში ინფორმაციის ნაკადს სწორ ესეთ ნაკადს ვერ იღებენ სათანადოდ. ან ძალიან ფრაგმენტულად იღებენ ამ რეფორმაზე ინფორმაციას. ეს ერთი, რომელზეც ვფიქრობ, რომ აუცილებელია ხვალვე დავიწყოთ მუშაობა, იმიტომ რომ მე მგონია, რომ ეს რეფორმა ხვალ უკვე კარებზე აკაკუნებს, უბრალოდ უკვე მოგვიკაკუნა და შესაბამისად დიდი სურვილი მაქვს გთხოვოთ, რომ აი რაც ხალბატონმა ნინო ახსენა, რომ ჩვენ ვართ წარმოვადგენთ აქ არაერთი მათგანი არის განათლება საფრთხეშია პლატფორმას მოძრაობას, შემოუერთდეთ ამ მოძრაობას, ჩვენ გვაქვს ჩვენი სიგნალის ჯგუფი, გვაქვს ჩვენი საკომუნიკაციო არხები და დაგვეხმაროთ ამის ორგანიზებაში. იმიტომ რომ ჩვენი რესურსები, რაც ამ მოძრაობაში გვაქვს ახლა მობილიზებული, არ ყოფნის აი ამას, რაზეც მე ახლა ვისაუბრე. ანუ გასვლას რეგიონებში, საუბარს ადამიანებთან, ფიზიკურ შეხვედრებს მათთან. მეორე, რაც მგონია ძალიან მნიშვნელოვანია, არის აუცილებლად ამ წინააღმდეგობის და მე დავარქმევ ამას წინააღმდეგობის გაგება, გააზრება და განხილვა ფართო წინააღმდეგობის ჭრილში. ანუ ეს არ არის მხოლოდ განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმის წინააღმდეგ ბრძოლა, არამედ ეს არის წინააღმდეგობის სხვადასხვა კერები, რომელიც არაერთ რეგიონში არის დღეს საქართველოში გაშლილი, რუსთაველი ერთია, მაგრამ არსებობს სხვა წინააღმდეგობის კერები, ბალდა, ჭიათურა, სხვადასხვა ასეთი კერები, რომელშიც ადამიანები საკუთარი საარსებო საცხოვრისებისა და საარსებო გარემოს დაცვისთვის იბრძვიან და რომელთანაც ჩვენი წინააღმდეგობა, რომელიც რუსთაველზეა, რომელიც აუცილებელია და არაჩვეულებრივია, მჭიდრო კავშირში, უფრო მეტ მჭიდრო კავშირში უნდა იყოს და ეს თემაც, ეს წინააღმდეგობაც ამ ფართო წინააღმდეგობის ნაწილად უნდა წარმოვიდგინოთ და გავცდეთ თქვათ აი ამ აკადემიურ ეფექტებს ამ ეფექტებზე საუბარს მხოლოდ რაც აუცილებელია რა თქმა უნდა რამენაირად. მგონია რომ ეს გასვლა რეგიონებში ამასაც შეუწყობს ხელს. და მესამე რომელზეც ფიქრობ, თუმცა არ ვიცი ზუსტად არ ვარ ჩამოყალიბებული, მე მგონია რომ დგება დრო და მომენტი და დადგა უკვე, როდესაც ადამიანები კარგავთ არა მხოლოდ ჩვენს ასე ვთქვათ, პოზიციებს და ეს არაფერი არ არის იმასთან შედარებით, არამედ მეცნიერება და დარგები ფაქტობრივად ქრებიან. ანუ შეიძლება ფაქტობრივად გაუქმდეს სამეცნიერო მიმართულებები და დარგები. ანუ ჩვენ ამის წინაშე ვდგევართ. რა შეიძლება ამ დროს სამეცნიერო საზოგადოებამ გააკეთოს? ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია დიდი ხნის განმავლობაში მიდის ამაზე საუბარი, რომ აი პროფესიული გაერთიანებები არის მნიშვნელოვანი, ასოციაციები არის მნიშვნელოვანი, საზოგადოებები, რომლებიც დარგების გარშემო იქნება შექმნილი. ამ თვალსაზრისით ვფიქრობ, ძალიან კარგი პირობები არის, რომ ჩვენ დაუკავშირდეთ ჩვენს რეგიონში არსებულ უნივერსიტეტებს, ლექტორებს, რომლებსაც მყისიერი საფრთხე ექმნებათ იმისა, რომ საკუთარი დარგი საერთოდ აღიგავოს პირისაგან მიწისა და აი ამ ასოციაციებისა და გაერთიანებების საშუალებით უფრო შევკავშირდეთ და ჩვენი დარგების რაღაც უფრო მეტად გრძელვადიან ინსტიტუციონალიზირებულ ფორმაში ფიქრი დავიწყოთ.
და ეს რაღაცნაირად მგონია რომ მიკროჯგუფები დარგების გარშემო გაერთიანებული მნიშვნელოვანი იქნება. აღარ მინდა ძალიან გავაგრძელო, უბრალოდ ბოლოს მინდა დავასრულო იმით, რომ ყველა უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ მე სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ, აი ეს საფეხურები თუ გავიარეთ, შესაძლოა მივახციოთ იმას, რომ მოხდეს უფრო მეტად კონსოლიდაცია იმ აზრის, რომ აუცილებელია სტუდენტების და ლექტორმასწავლებლის გაფიცვა და ბოიკოტი. ეს არის ჩემთვის ერთადერთი ამ წუთას ეს პასუხი აქვს ასეთ რეფორმას, რომელიც აბსოლუტურად არ ითვალისწინებს არანაირ საღაზრს, არ ითვალისწინებს არანაირ რაციონალურ მსჯელობას და არანაირ კვლევას. დიდი მადლობა.